აგეგმილი არ იყო. იქ გადავწყვიტე, იქ 4 საათნახევარი ვიჭიქი. და იქ უბრალოდ გახსოვთ ის ხდომა, კომისიის ხდომა მიდიოდა. ყველას მიკროფონს უთიშავდნენ. ყველა შეურაცხყოფას აყენებდნენ ოპოზიციონერებს. მაიგნორებდნენ და ხელს რო წევდი, ვითომ იქ არ ვიყავი. მე 4 საათნახევარი მიდიოდა ოპოზიციონერი კოლეგების შეურაცხყოფა ჩემი, თან განსაკუთრების ქალების. უთიშავდნენ მიკროფონს, აი თქვენ არგუმენტი არა გაქვთ, აი რაღაც და დაცინო, აბუჩა დაგდება და ჯერთი სიტყვას არ მაძლევდნენ, მე მეორე აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ აუცილებლად ვიჩქუბებდით რა. აუცილებლად მცემდნენ, იმიტომ რომ სულ ეგენი იყვნენ დარბაზში და რომ დავიწყებდი ლაპარაკს, რომ შემაწყვეტინებდნენ, ახლა მე ქალებთან ბოდიში, მაგრამ ახლა ისეთ რაღაცებს ვერ გაუტარებდი რა. აუცილებლად რაღაც რეპლიკები იქნებოდა. ბოლო ვიფიქრე რომ მაინც უნდა გამლახონე ხა აქ სიტყვას არ მომცემ. ბარემ ერთს შემოვცხებ მეთქი ამ უზდელებს ამათ, იმიტომ რომ ის იყო მარაზმი ხა ეგ რა სხდომა რა. იყო ღია შეურაცხყოფა. ადამიანი გეუბნება არგუმენტს, გიყაყალიბებს ამ არგუმენტს, აყალიბებს წინადადებს, უთიშავ აყენებს შეურაცხყოფას და ხა ისეთი გარემო იყო რომ თან გეუბნებით როგორც კი ლაპარაკს დავიწყებდი, ჯერ სიტყვას არ მაძლევდნენ 4 საათნახევარი, მაგრამ თუ დავიწყებდი ლაპარაკს, აუცილებლად რეპლიკები წამოვიდოდა შეურაცხყოფელი ფრაზებით და რეაქცია მექნებოდა. ახლა ბევრნი ისინი იყვნენ ერთი 40 ეგენი იყვნენ თავის უსიან მანდატურებიან და ხა მომერეოდნენ ხა ის ტაისონი ნახდათ არა ვარ. მეთქი ერთს მაინც შემოვარტყავა მოხერსრა და ეგეც პრაგმატული გადაწყვეტილება.